მოგესალმებით, უჩვეულო ვითარებაში მიწევს ვიდეო ბლოგის ჩაწერა, გულახდილად გეტყვით, მე არა ვარ სახლში, იმიტომ არ ვარ სახლში, რომ ასე გაბოჭდებით, იმიტომ ვარ, რომ დღეს ჩემი საავტორო გადაცემა კონტექსტია, იცით თქვენ ფორმულას ეთერში და იმ გადაცემისთვის ვემზადები და შესაბამისად ახლა მივდივარ სამსახურში, უბრალოდ სახლში ვერ მოხერხდა ჩაწერა მიზეზთა გამო, მაგრამ კონტექსტში ვისაუბრებ ამ თემებზე, ხვალაც ამაქვს კონტექსტი, ხვალ სტუმართან ერთად, მე ვფიქრობ სიმართლე გითხრათ სტუმრები შევცვალო თუ არა და ან სხვა სტუმრებიც ხომ არ დაუპატიჟო მოვიწვიო გადაცემაში, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ ძალიან დინამიკურია პროცესები, ამბები, ფაქტები ენაცვლება და ძალიან საინტერესო პროცესში ვართ. 3 დღის წინ რო გამეკეთები, აი 3 დღის წინანდელი დღე რო იყოს, ცხადია ვისაუბრებდი ქალბატონი ვალკონენის დაჯარიმებაზე და პაპუაშვილის იმ სრულიად არაადეკვატურ კომენტარებზე, რომელიც მოჰყვა დაჯარიმებას, ეგრა მაგის პასუხია ბარემ ერთი რეპლიკა. რა მისამართი ჩაწერეთ ქალბატონი ვალკონენისა, სად ცხოვრობს ის ჰელსინკიში, ხომ არ იცით და გაგვიმხილეთ, საერთოდ რომელ პორტალზეა ატვირთული, საერთოდ რა პირადობის მოწმობა მიუთითეთ და საერთოდ რა უბედურებაში ხართ, ანუ შეიძლება თუ არა ვენის კონვენციის ასეთი უხეში დარღვევა მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ქალბატონ ვალკონენს საგარეო საქმეთა მინისტრის ფინეთისა არ დაურღვევია, ამაზე ჩვენ მქონდა ვიდეო ბლოგი, 131 და 151 მუხლები ვენის ცნობილი კონვენციისა, ის იმ ჩარჩოებში, როგორც უმაღლესი კლასის დიპლომატი დარჩა და აქვე ვიტყვი, რომ ფინური მედია განსაკუთრებით ყვითელი, მაგრამ არა მხოლოდ ყვითელი, არამედ რესპექტაბელური მედია აჭრელებულია და პირდაპირ მნიშვნელობით საქართველოს დასცინიან. და ის რომ დასცინიან ჩემს ან თქვენს ქვეყანას, ეს ჩვენი პრობლემაც არის, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ხელისუფლება გვყავს ისეთი, რომელიც ჩვენი სახელითაც ასე ვიტყვი, ჩვენს პრეზენტირებას ახდენს და ჩვენი სახელითაც გვარცხვენს და ქვეყანას დასცინიან, რომლის შვილებიც, რომლის მოქალაქეებიც ვართ ჩვენ. მაგრამ ქალბატონი ვალკონენის ამბავი, ხო, უკვე გუშინ წინდელი 3 დღის წინანდელი, აი გუშინ წინ, თუ გუშინ უკვე ამერე ვარა, გუშინ წინ. რომ გუშინ წინდელი დღე რომ იყოს, ცხადია ვისაუბრებდი განათლების სისტემის, ისე რაც სუსტი სისტემის ფლად გულახდილებით თუ ვიქნებით, მკვლელობის მცდელობაზე და ანონსებულ მკვლელობაზე განათლების სისტემისა, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს და პირველ ყოვლისა, როდესაც ის უზღუდავს ახალგაზრდებს უცხოეთში, ევროპაში სწავლის შესაძლებლობას, ასევე ის რომ 11 წლიანი იქნება სასკოლო განათლება და არა 12 წლიანი. ასევე რომ თითო ქალაქში იქნება თითო ფაკულტეტი, ის რომ რაღაცა კიდევ აპირებენ სასკოლო განათლებას და დააფუძნებენ იმ სასკოლო განათლებას იმ ფსევდო ღირებულებებს, რომლებსაც თვითონ ქმნიან და შექმნილებს, ეგრეთ წოდებულ ღირებულებებს პრომოუტირებას უკეთებენ, ეს არის განათლების სისტემის მკვლელობა და ეს თავის შედეგს გამოიღებს არა 6 თვეში, ან 1 წელიწადში, ან წელიწად ნახევარში, არამედ წლების შემდეგ. სამწუხარო ამბავი არ ვიცი რამდენად არის ხო სამწუხაროა თუ ასე მოხდა მეორე მხრივ, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ რასაკვირველია ამ ყველაფერს უნდა დაახვედროს თავისი პასუხი, მათ შორის ახალგაზრდებმაც, სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა, რასაკვირველია კანონის ფარგლებში და მათ უნდა თქვან, რომ მათ უნდათ იყვნენ განათლება მიღებულები და მათი თვალსაწიერი იყოს ფართო და ამ ფართო თვალსაწიერს. ამ ცოდნას ესე ვიტყვი, უფრო იძლევა არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტები, რომლებიც კარგია, უმაღლესი სასწავლებლები, არამედ რასაკვირველია პირველ ყოვლისა ევროპისა და შეერთებული შტატების უმაღლესი სასწავლებლები და აი იქ ყოფნას, იქ გამგზავრებას, სწავლის გაგრძელებას უსწრებს ქართული, რუსული ოცნება. აქვე ვიტყვი რომ რატომ თუ ვინმე იკითხავს, იმიტომ უსწრებს რომ ამათ სჭირდებათ მორჩილი საზოგადოება და მორჩილი საზოგადოება ამგვარი საუნივერსიტეტო ეგრეთ წოდებული რეფორმის გათვალისწინებით მათთვის აუცილებელი რომ მოიგონ შემდეგი არჩევნები, შემდეგი და ასე შემდეგ. ცხადია ვისაუბრებდი აი არჩევნებს შევეხე, ვისაუბრებდი პარტიების გაუქმებაზე, იმ კანონზე, რომელიც მიიღეს დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუმცა რაოდენად საოცარიც არ უნდა იყოს, რაოდენად კარგიც არ უნდა იყოს, ხო, კარგია რასაკვირველია, ხალხი არ ეპუება და რუსთაველის გამზირი იცით თქვენ
გუშინ 6 თუ 7 თუ 8 ვიდეო მქონდა, მათ შორის 3 ვიდეო ლაივი და 4 ხო 7 ჯამში 4 ვიდეო ბლოგი საზოგადოება არ ეყובה და გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, მაგრამ თავარი თემა რასაკვირველია არის ჩვენ სინამდვილეში თორე უფრო მთავარი რასაკვირველია უკრაინაში მიმდინარე პროცესებია, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ვერ სამჯერზე და ახლა ვისაუბროთ თემაზე ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ღარიბაშვილი ლილუაშვილი ფარცხალაძე. მე მაქვს კითხვები, დაკავებულები არიან თუ არა ისინი? და თუ დაკავებულები არიან, პროკურატურა რატომ გვეუბნება მხოლოდ იმას, რომ აი ჩხრეკა ჩატარდა მათ სახლში და არ გვეუბნება, არ გპასუხობს კითხვაზე, რასთან დაკავშირებით, რა საქმესთან დაკავშირებით ედებათ მათ ბრალი, რას ედავებიან. თუ ვინმე იტყვის, რომ კორუფციას და მხოლოდ კორუფციასო, მე გულახდილად გეტყვით ეჭვი შეეპარება და უფრო ესეთ ვამწონით, მე მგონია, რომ აქ არის ლაპარაკი ამაზე ეგრეთ წოდებულ ნამიოკებს, მინიშნებებს აკეთებდა კიდე წინ დღით პრემიერად წოდებული კობახიძე, უფრო საუბრობენ თემაზე სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა. ანუ პაატა ბურჭულაძისათვის და სხვებისათვის 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა, მათ შორის დაფინანსებაც, როგორც ჩანს, ლილუაშვილი და ღარიბაშვილი, ან თუ გნებავთ ესე ვთქვათ, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი. მე მაქვს კითხვა. თუ დემონსტრანტი რომელიმე, პირობით სახელით გიორგი, პირობით სახელით ლევანი, ქალბატონები და ბატონები, თუ ეს დემონსტრანტები არიან დაჭერილები, მაშინ რატომ არ არის დაჭერილი ირაკლი ღარიბაშვილი საერთოდ და აქაც შემს დასკვნას მოგახსენებთ და გაგიზიარებთ, საერთოდ ისინი ქვეყანაში იმყოფებიან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათ მისცეს ეგრეთ წოდებული დერეფანი და ისინი ვიდრე ბრალის წაყენებამდე და ჩხრეკამდე მით უმეტეს და ასე შემდეგ, ისინი გაიყვანეს ქვეყნოფოსოდ უთხრეს რომ გადით, ისინი ვისაც პასპორტები ჰქონდა ჩამორთმეული არც თუ დიდი ხნის წინ, თუმცა აქვე ვიტყვი რომ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ახევარი საათის წინ ინფორმაცია ერთ-ერთი Facebook user-ის მიერ თუ მხრიდან მან გავრცელა რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით ნინუკა არ ვიცი სახელი მეშლება აკითხარით სულ ღარიბაშვილისა მისი და აგრეთვე ლილუაშვილის ოჯახის წევრების და აგრეთვე ფარცხალაძის ოჯახის წევრების ანგარიშები დაყადაღებულია და შესაბამისად ისინი ვერ ისარგებლებენ, თუმცა ისინი საქართველოში არიან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, თუ მათმა მეუღლეებმა, ირაკლიმ გრიგოლმა და კიდე აქვია იმას ფარცხალაძე, ხო, ფარცხალაძის ოჯახზე ვერ გეტყვით სად არის, სიმართლე გითხრათ ნაკლებად მაინტერესებს ამ სამ შორის, იმიტომ რომ ის პრინციპში ღარიბაშვილის მსგავსად ის ილუსტრირებული აგენტი იყო, მაგრამ ის კიდე უფრო ილუსტრირებული იყო, მეთქი ვიტყვი ასე, ხო და კითხვა მაქვს კიდევ ერთხელ დაკავებულები არიან და თუ არა და ორშაბათს თუ დაკავებულები არ არიან, ბრალს წაუყენებენ თუ არა ოფიციალურად და რა ჩაიწერება ბრალში და თუ ჩაიწერება რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების ცდილობა, როგორ მიეცით, თუ მიეცით კორიდორი დერეფანი, გასასვლელი გზა ხსენებულ ბანდიტებს თუ ისინი ყოფილან მთავარმოთავეები ამ გადატრიალებად წოდებულისა, რევოლუციად წოდებულისა. კარგად მუშაობსო, სუსიო ვინმე მეტყვის, სუსი არ მუშაობს, ეს უბრალოდ ერთმა კლანმა მეორე კლანი დაჯაბნა. ოღონდ რასაკვირველია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების გარეშე ღარიბაშვილს, რომელიც ეგრა მაგის პასუხია და ნათელ მირონიც არის ივანიშვილის ოჯახისა და ბერასი თუ არ ვცდები, რასაკვირველია მას არავინ მოჰკიდებდა ხელს, ირაკლი კობახიძეც კი ვერ გაბედავდა ამას თუ არ მიიღებდა ნებართვას ოლიგარქისა და ივანიშვილმა ეს ნებართვა მას მისცა. აქვე ვიტყვი რომ ღარიბაშვილის რევოლუციაში თუ გადატრიალებაში თუ ასე შემდეგ მონაწილეობის თაობაზე ისევე როგორც ლილუაშვილისა მე არ მჯერა, იმიტომ რომ ერთ ერთი მათგანი ვერ გარისკავდა ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად არც დააფინანსებდნენ და არც ირიბად დააფინანსებდნენ, არც პირდაპირ, მაგრამ ამბავი აქ სხვა რამეშია, ამაზე ბატონი რომან გოცილიძე ამახვილებს უფრო ყურადღებას, როგორც ჩანს, ივანიშვილი რომელიც ჭორებზე არის დაფუძნებული მისი პოლიტიკა, ხო ჭორებით საზრდოობს და ჭორები უყვარს და ჭორები მოსწონს და ასე შემდეგ, ივანიშვილს ყურში უჩურჩულეს დინარაზე იქნებოდა თუ კობახიძე და სხვებმა, რომ აი ესენი არიან ცუდი კაცებიო, ცუდებიო, რომლებიც შენ გებრძვიანო და ივანიშვილი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ამოქმედდა, მან გულიდან ამოიგდო ხსენებული ღარიბაშვილი და ლილუაშვილს ცხადია უფრო გასწირავდა ვიდრე
ღარიბაშვილს ამის გამო გადაეკიდა დაიჯერა ეს ჭორმართალი, მოდი მაინც ესე ვთქვა, თუგნებავ დაიჯერა რომ ღარიბაშვილი მის გადატრიალებას აპირებდა და არც კი ეცადა გადამოწმებას ირაკლი ღარიბაშვილის დაბარებას, ლილუაშვილის დაბარებას, სიამოვნებით ჩავიდოდნენ, ოღონდაც კი ენახათ აქვე გავიხსენებ, რომ რამდენიმე ხნის წინ მე ვიყავი ერთ-ერთი თანაავტორი თუ ავტორი ამ ინფორმაციისა და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებისა, ღარიბაშვილი დასტუჩალსა, როგორ არის ქართულად, მიუკაკუნა, მოახერხა და მიუკაკუნა ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს, მის დამფუძნებელ მამას, მას, რომელსაც ეტენებოდა ეს ღარიბაშვილი, ეტენებოდა ბოლო წამამდე არჩევნების ჩათვლით, როდესაც მისმა ცოლმა და ერთი დღით ადრე მისმა მეუღლე ნუნუკამ აიღო და ფოტო გამოფინა ღარიბაშვილისა და ივანიშვილისა ერთობლივი, ამით მიგვანიშნა თითქოს რომ ირაკლი ისევ ბიძინასთან არის, ხო მიუკაკუნა ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ცოტა ხნით ადრე და უთხრა რომ მე აქავარ ესენი, ანუ გობახიძე და დინარაძე და პაპუაშვილი და სხვები, ესენი გღალატობენ სწორედაც რომ, მაგრამ აი ამ ორ ჭორმართალში, ამ ჭორებში, ამ ერთმანეთზე ჭორაობაში ბიძინა ივანიშვილმა უფრო დიდი, ან უფრო დამაჯერებელი ჭორების გამავრცელებისაკენ აიღო გეზი, უფრო დამაჯერებელი ჭორების ავტორებს დაუჯერა და კი ამიტომაც გასწირა ტრიტრი ბიძინა ივანიშვილმა, ანუ ტრიტრი აქვია იმას ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი არის ერთ-ერთი განწირულთაგანი ბიძინა ივანიშვილის მიერ, მანამდე იცით თუ დაპატიმრებული იყო ღარიბაშვილის მარჯვენა წანაზარდი ბურჭულაძე, ოღონდ ის რაც ქვია იმ ბურჭულაძეს არ ამახსენეთ ამ მნიშვნელობა აქვს. თავდაცვის მინისტრი რო იყო მოკლედ ის ბურჭულაძე. მაგრამ ეს ხარამეზე გამამახვიდე თქვენს ნებართვით ყურადღებას, მე გამამახვიდე ყურადღებას იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა არ უვარგა. მე ხა გაგახსენებთ ერთი ათეულს მაინც, ვინც მასთან იყო და მასთან აღარ არის. პირველ ყოვლისა, რანგით დავიწყოთ. პრეზიდენტი მარგველაშვილი აღმოჩნდა თუ არა მისთვის მოღალატე, აღმოჩნდა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აღმოჩნდა თუ არა მისთვის მოღალატე, აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აღმოჩნდა თუ არა მისთვის მოღალატე, აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრი ბახტაძეზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მოღალატე და ამავდროულად დამნაშავე აღმოჩნდა თუ არა გიორგი გახარი. ახლა უკვე პრემიერ-მინისტრი ყოფილი ირაკლი ღარიბაშვილი მოღალატე და ამავდროულად დამნაშავე. საგარეო საქმეთა მინისტრებიდან მაია ფანჯიგიძე აღმოჩნდა თუ არა მოღალატე, პაპუნა ჯანელიძე აღმოჩნდა თუ არა მოღალატე, მე ზალკალიანზე და დარჩიაშვილზე თქვენის ნებართვით არაფერს ვიტყვი. კვირიკაშვილზე მგონი თქვი პარლამენტის თავმჯდომარეებიდან არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის აღქმით ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტისა დავით უსუფაშვილი მოღალატე და არის თუ არა კახა კუჭავაცკი, რომელიც კი ძალიან ოსტატურად და რბილად გავიდა, არის თუ არა მოღალატე. თავდაცვის მინისტრებიდან არის თუ არა ყოფილი მინისტრებიდან მინიმუმ 2. ირაკლი ალასანია და თინა ხიდაშელი მინიმუმ არა, ალბათ ეს 2. ხო არიან თუ არა ისინი მოღალატები და მაშინ ამიხსენით რაში გამოიხატება ბიძინა ივანიშვილის გენიალური მენეჯერობა ან საუკეთესო საკადრო პოლიტიკა, თუ ყოველი მეორე და არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ მის კორპორაციაშიც ღალატობს. აი ბაჩიაშვილი იცით თქვენ რომ ქართუს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი არ ქვია ამას, ხო მაღალ პოზიციებზე იყო, მანაც გადააგდობოვა ტყუა და ასე შემდეგ. რაში გამოიხატება და ვინ ამბობს იმას, რომ უკვე ხვალზე ბიძინა ივანიშვილი რომელიმე ჭორზე დაყრდნობით არ მოიცილებს ირაკლი კობახიძეს და უკვე სხვას არ დაადებინებს ხელბორკილებს დინარაძეზე, კობახიძეზე, პაპუაშვილებზე და სხვებზე, ანუ დაკლავს პოლიტიკურად ამ უკანასკნელებსაც ზუსტად ერთი თვის წინ არა, 2 კვირის წინაც კი მიუხედავად სხვადასხვა ჭორბართალისა, ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ბიძინა ივანიშვილის ნებართვით და ხელდასმით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღიძლებოდა სისხლის სამართლის საქმე. ეგრა მაგის პასუხია გრიგოლ ლილუაშვილს, იცით თქვენ რომ სუსის უფროსობიდან რომ გადააყენა ბანდიტმა კობახიძემ, შესთავაზეს რაღაც სათანამდებობა, რომელიც რაღაც რეგიონებთან და რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან არის დაკავშირებული. ლილუაშვილმა თქვა უარი. ეხლა კითხვა მაქვს, ლილუაშვილი რო დასთანხმებოდა ამ თანამდებობას, უკვე აღარ იქნებოდა კორუმპირებული და აღარ მიიღებდა მონაწილეობას, თუ ინდულგენცია რომელიმე თანამდებობაზე ყოფნა, თუ მაგრები არიან, მაშინ თანამდებობაზე დღეს მყოფები დაიჭირონ, მათ შორის ჩიმაევის ძმაკაცი და არა მხოლოდ ჩიმაევის, არამედ პუტინის დაცვის ძმაკაცი კახაკალაძე
და ის ბანდიტური პეტერბურგი, მოსკოვი თუ ბანდიტური გროზნო, რომელსაც ქმნის სწორედაც რომ კახაკალაძე ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში, ამ სივრცეში ჩვენს საზოგადოებაში. აი თუ მაგრები არიან, მაგრამ ისინი გასაკვირველია მაგრები არიან და ბარემ ვიტყვი, მაგრები არ არიან და ხელისუფლება ძალაუფლებას ინარჩუნებენ სწორედ ძალით და სხვა არაფრით ძალაზე დაყრდობით ძალა არის, ჭკუა არ გჭირდება რუსული გამოთქმის ქართული თარგმანია ეს, მაგრამ ხანდახან ასეც უნდა თქვათ ხოლმე. და კიდევ ქართული ოცნების სიახში ერთმანეთს რომ დააღალატებენ ამის ნათელი დადასტურება შალვა რამიშვილი და სხვები, რომლებმაც უსებ წამოსძახეს, რომ ყველა მოღალატის დედა ვატირეო ამასთან წამოსძახეს კაცზე, ანუ ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც მათი ლობირებით, მათი წინწაწევით, მათთვის სათანადო პირობების შექმნით იყო დაკავებული. ასე გასწირავენ ისინი ერთმანეთს, გასაკვირველია უკვე მომავალში სხვა პირების ხვებს ან ერთი და იგივეებს. და ბოლო დასკვნა დავარქვათ ერთუს ამას, ივანიშვილი თვითონ ემზადება არჩევნებისათვის და როგორც ჩანს მან საბოლოო ყურადღება შეაჩერა სწორედაც რომ ირაკლი კობახიძის გუნდზე, რომელიც ეგრამაგის პასუხია, გასაკვირველია მანამდე იქნება დასანქცირებული დასავლეთის მხრიდან და არჩევნებში მე მგონია რომ ოპოზიცია არ უნდა შევიდეს ჩატარებულში კი არა დანიშნულში ირაკლი კობახიძის მმართველობის პირობებში და გათვალისწინებით, მაგრამ ვერც შევა რაც თავარია, იმიტომ რომ ოპოზიციას ამის ასპარეზი, იურიდიული ასპარეზი არც ექნება რამდენადაც ყველა პარტიას, პრაქტიკულად ყველა პარტიას გააუქმებენ. დიქტატურა დგება, დიქტატურა არ გავა ამ ქვეყანაში. ბიზნე ივანიშვილი დაეხეთქება დინგით ჭორვილის მიწაზე და შეიძლება უფრო მძიმე სიტყვებიც კი წარმომეთქვა. ნახვამდის.